გამოვეხმაურებით არ მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს ამიერკავკასიაში ალბათ პირველ სტამბას და მის კონკრეტულ პროდუქტს და ამ ისტორიის გაცოცხლების ერთ კონკრეტულ მაგალითს რადიომედის სტუდიაში ჩვენ მას მიზლობთ ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებს, სადაც აღადგინეს 1720 წელს დაბეჭდილი წიგნი, აღადგინეს მრავალმხრივი გაგებით და როგორ რანაირად და რა შეცვალეს თუ და რა მივიღეთ და როგორი გაცოცხლება მოხდა ისტორიის ამ ნაწილისა, ამ ყველაფერზე სასაუბროთ ჩვენ რადიომედის სტუდიაში მას მივძლობთ ეროვნული ბიბლიოთეკის კონსერვაციისა და რესტავრაციის განყოფილების უფროს კალბოტონ გიული პაქსაშვილს და კონსერვაციისა და რესტავრაციის განყოფილების თანამშრომელს, რომელმაც ყდის რესტავრირება შემოგთავაზა საერთოდ ნინო ჩიმაკაძე, გამარჯობა ქალბატონებო, მადლობა სტუმრობისთვის და კიდევ ერთხელ მადლობა იმისთვის, რაც გააკეთეთ, მესმის ეს თქვენი პროფესიული საქმეა, მაგრამ ისტორიის ამ ეტაპზე ასე შენარჩუნება ჩვენი გადმონაშთისა არის ალბათ მნიშვნელოვანი და ეს ის არის, რაც ახლა ჩვენ შეგვიძლია. შევახსენოთ რადიომსმენელს და ალბათ ყველა ბევრმა ისედაც იცის, რომ სანაპიროზე საპატრიარქოს დღევანდელი საპატრიარქოს შენობის გვერდზე ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო ვახტანგ მეექვსემ, რომელსაც მეცნიერების მიმართულებით არაერთი რამ აქვს გაკეთებული და ალბათ ამ კუთხით გამორჩეული მეფე რო არ ყოფილიყო, შეიძლება ამ დონეზე არც ეზრუნა და ჩვენ არ მიგვიღო პირველი სტამბა მთელს ამიერკავკასიაში და საქართველოში და ჩვენ ვიცით, რომ იქ უნიშნულოვანი წიგნები, 4 თავი, ვეფხისტყაოსანი დაიბეჭდა და ეს განსაკუთრებით ცნობილი წიგნებია. თუმცა ჩვენ ახლა ვისაუბრებთ იმ საგალობლების კრებულზე, რომელიც აღმოჩნდა თქვენთან და რომლის რესტავრირებაც მოახდინეთ. ქალბატონ გიული, გითხარით პირველ რიგში რა დროიდან არის თქვენთან, რატო დაშირდა ამ დონეზე თქვენი ჩარევა და საერთოდ როგორ მიხვედით იმ კონცეფციამდე, რომ გაგემყარებინათ კრებული და ყდაც შეგექმნათ მისთვის ხელახლა. იმით უნდა დავიწყო ამიერკავკასიაში ნომერ პირველი სტამბაო, ძალიან მომეწონა მართლა ვახტანგის სტამბა უძლიერესი. ეს როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, ეს არის 1720 წელს დაბეჭდილი პარაკლიტონი. საჭირო გახდა მისი რესტავრაცია ის შიგადაში, რომელიც უფრო დგება ხოლმე საკითხი, მივადგებით იმ წიგნებს. ახლა ეს არის არქივის საარქივო ფონდში შენახული და არა მუზეუმის საარქივო ფონდში და საარქივო ფონდში ჩვენ პირწმინდად მივადექით წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნებს. მათ შორის შეიძლება არის ესეც, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მე მგონი ეგეც მათი ცალია. დადგა საკითხი მისი რესტავრაციის და საჭიროებდა ფურცლის რესტავრაციასაც, ყდის დამზადებას თავიდან. ნახეთ როგორ იყო ანუ ვახტანგის სტამბის არც ერთ გამოცემას თავიდან არ აქვს ყდა, შემდგომ მათი მფლობელები თვითონ ზრუნავენ ამ დაყდავებაზე კი და ფაქტიურად აი თითქმის ყველას ერთნაირი ყდა ქონდა. რატო ეხლა რამდენი იქნებოდა სარესტავრაციო ცენტრი და რამდენი იქნებოდა ქვეყანას რესტავრაციის შემქმნელი, რამდენი ეყოლებოდა და ანუ თითქმის ერთნაირები გამოდიოდა. ტყავის ყდა იყო აუცილებლად და მათზე იყო ჭვივ ნიშნები. გამომდინარე იქიდან, რომ ჭვინიშნებზე ნინო ისაუბრებს, გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ იმ დროს ფურცელი იყო კარგი ხარისხის ფურცელზე იბეჭდებოდა ყველა ეს ვახტანგის წიგნები, მით უმეტეს მე რაც შემხვედრია ყველა მაღალი ხარისხის. ანუ ყველა წიგნზე ეს ხაზგასმითაა ნათქვამი. აი ყველა მარტივდება მათი რესტავრაცია, რა გაგებით ვამბობ. ეხლა ჩვენ გვაქვს რაღაცა ხსნარები რომელიც აი მათი მოქმედების შედეგად თითქმის ერთ სიცოცხლეს კიდევ აძლევ ფურცელს. მე ფურცელზე ვსაუბრობ. ეხლა აი ეს წიგნი იქნა დამუშავებული მთლიანად და აი კიდევ ხელმეორე განახლება მოხდა და ხსნარია როგორი იცით. ეს ბეჭდურ პროდუქციაზე ხო საუბარი არ არის, ძალიან მაღალი შედეგი აქვს და თუ მასზე არის მინაწერი მელანის მდგრადობასაც იცავს და ასევე ეს წიგნი არის ორ ფერში დაბეჭდილი, ეს არის წითელი და შავი საღებავი გამოყენებული და საღებავსაც ამყარებს კიდევ უფრო ამყარებს მომავალი შენახვისთვის.
ძალიან ისეთი მაგარი რამეა. აი ეს უნდა მეკითხე, ჩვენ ვიცით რომ პირველი წიგნები, რომელიც სტამბაში გამოიცა, თავდაპირველად იყო შავი საღებავით და ნუსხური შრიფტით. მერე დაემატა უკვე მხედრული და წითელი. და აქ უკვე წითელი და შავია. კი, ორივეა ნამდვილად და ორნამენტები აქვს, აი ყველა თავს აქვს ძალიან მდიდრული ორნამენტები გაკეთებული. პირველ გვერდზე არის ვახტანგ მეექვსის წინა სიტყვაობა, შემდგომ არის ბაგრატოვანთა გერბი და ბოლოში არის ვახტანგ მეექვსის პორტრეტიც გამოყენებული. ძალიან მდიდრული წიგნია, კარგი წიგნია. და რა იყო ახლა ჩვენთვის ახლა ყველაზე უფრო გამომწვევი ყდის დამზადება და ქონდა როგორი ახლა ხო ვთქვი რომ ფლობელი კარგ ყდებს უმზადებდა. გასაგები. ამ შემთხვევაში აი შეიძლება ის უკვე დაზიანდა და კიდე თავიდან ჩასვა ვიღაცა მყდარში და იყო მარტივ მუყაოს ყდაში ჩასმული, რომელზეც იყო ქაღალდი გადაკრული, ალბათ ოდესღაც ქაღალდის კვალი არსად აღარ იყო. ჩვენ მაგის ფოტოები გვაქვს და ეს მუყაოც საკმაოდ გაცვეთილი უკვე მაგის გამოყენება უკვე აღარ შეიძლება და გადაწყდა და ყველამ ერთად თქვით რომ ამას უნდა დაუმზადდეს ახალი ყდა და გადავწყვიტეთ ის კლიშეები რომელსაც ეროვნულ ბიბლიოთეკას აქვს გამოვიყენოთ ამ წიგნზე სრულად. ანუ მანამდე ეტაპობრივად კი ვიყენებდით, მაგრამ რაღაცა ნაწილების ჩასასმელად, რაღაცის შესავსებად, რაღაცა ერთი ადგილის გასალამაზებლად, მაგრამ ამ შემთხვევაში მთლიანი ყდა იქნა დამზადებული. მაგ ორნამენტებისაც პროფესიული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი. ეს არის პირველი, რომელიც ჩვენ აი სრულად ყუაც ორნამენტებით არის სავსე, წინა მხარეც და უკანა გვერდიც. ძალიან ლამაზი გამოვიდა საერთო ჯამში. ვუთხრათ რადიომსმენელს რომ ეს არის უბრალოდ საგალობლების კრებული, ხო? საგალობელთა კრებული 8 საგალობელია, როგორც ვიცი. ეს თვითონ ამ საგალობლების ისტორია უფრო ადრიდან მოდის, მე-10 საუკუნიდან მოდის, როგორც ვიცი, კი კრებული, მაგრამ ბეჭდური სახით ეს პარაკლიტონი ვახტანგ მეექვსემ გადაწერა 1720 წელს. ხო, გადაწერა მოხდა, მაგრამ დაბეჭდა მოხდა 1720 წელს. გასაგებია. ალბათო ლოგიკურად თქვენ უნდა დაგისვათ კითხვა. ერთის მხრივ ალბათ იქნებოდა გამოწვევა ის რომ პასუხისგებლობა რომ ასეთი უკვე რამდენ საუკუნოვანი წიგნისთვის ყდა უნდა შექმნათ და ალბათ გამოწვევა იქნებოდა მთავარი რომ კი ვაკეთებთ და ვქნით ამ ყდას დღეს, მაგრამ კავშირი უნდა დაამყაროს იმ ეპოქასთან და იმ წარსულთან, ხო? გითხარით რა იყო ის ელემენტები რაც ახალ ტყავს და თქვენს საქმიანობას აკავშირებს წარსულთან და იყო თუ არა რომელიმე ამ ეპოქის სხვა წიგნის ყდები თქვენთვის მაგალითი რომ რაღაც იქიდან ამოსული ყავით და ეს ფორმები იქიდან მიგეღოთ და დაგეცვათ. რას მთავარი ახლა ვახტანგის სტამბის შექებას ნამდვილად არ დავიწყებ. თავარი ყოველთვის ვაძავდი მინდოდა რომ მეპოვა აი ეს ქართული ორნამენტები უფრო სრულად და მთლიანობაში გამომეყენებინა ერთ წიგნში. ყოველთვის ვიყენებდით ქალბატონ მაგიული მათ თქვა, მაგრამ ამ წიგნში გადავწყვიტე რომ ერთად გადავწყვიტეთ რომ მთლიანად შემკული ყოფილიყო ორნამენტებით, მიახლოებით ქართული ორნამენტების. რა თქმა უნდა ეხლა ჩვენ არ აქვს ის მაშინ რითაც ხდებოდა ჭვირნიშნების დასმა, მაგრამ ეგრეთ წოდებულ დამღას რომელიც ფორმას აძლევდა. ფორმას აძლევს და რომელიც ჩვენ ვაკეთებთ ამას ცხელი მეთოდით. ანუ გახურება ხდება და გადატანა ხდება ყდაზე ამ ყველაფრის. პირველ რიგში, როდესაც წიგნი მოვიდა ჩემთან, წიგნი ბოლოს მოდის ჩემთან, რო გაივლის ყველა ეტაპს, შეიკერება, დეზინფექცია გაუკეთდება და ბოლოს როგორც ქალმა უკვე პომადა უნდა გადაისვას, მოდის ჩემთან და მე უნდა შევგაზმო და გავალამაზო. პირველი რაც ვიფიქრეთ, რომ უნდა გაკეთეს უმაღლესი დონით, რომ მივამსგავსოთ ნახევრად მაინც მივამსგავსოთ ვახტანგის სტამბის იმ პერიოდის, ანუ სადაც კეთდებოდა რესტავრაცია, ბევრი არ არსებობდა მაშინ რესტავრატორი არა ბოდიში დამყდავებელი, ანუ ყდაში ჩამსმელი, მაშინ ბევრი ესე არ იყო. ყავზე ალბათ ბევრი მუშაობდა, მაგრამ ზოგადად ყდის შექმნა ალბათ. იმიტომ რომ ძვირიც იყო, მაშინ მოგეხსენებათ არ იყო ეხა ესეთი ფუფუნება, რომ მისული ყავი ფული გადაგეხადა და რაღაც. ანუ ეხლა ძვირი. ხო, ეხაც საკმაოდ ძვირი ღირს და მაშინ ერთეულებს ჰქონდათ უფრო
თავადებს და ეგეთ ხალხს შეეძლო ამის გაკეთება. ამიტომ გადავწყვიტეთ ვახტანგის სტამბის ეს ცალი შეგვეკაზმა. ნამდვილად არ ველოდი მე თვითონ შემსრულებელი ვარ. მე არ ველოდი რაც მივიღე იმას. შედეგს არ ველოდი ესეც. მოვიფიქრეთ ტყავი რაფერი უნდა ყოფილიყო მიახლოებით იმ ეპოქის. მუქი ყავისფერი, აი შავშიც არ გადადის, რაღაც ულამაზესი ფერია. და მოვიფიქრეთ რომელი ჭვერნიშნები უნდა აგვეღო. ჩვენ რამოდენიმე გვაქვს და მიახლოებით რომელიც იმ ეპოქის პერიოდის ჭვერნიშნებს გავს. ყვავილები, აი ქართულ ორნამენტებს მსგავსებული. და ბევრი ფიქრის მერე დავჯექით და გავაკეთეთ. ანუ შემოიცვა ტყავში ის ყუაც კი ბინტებიც რაც რელიეფური ყუა არის ესე ვეძახით ჩვენ დღეს ისიც კი იდენტური გავაკეთეთ მიმსგავსებული რა თქმა უნდა და გაკეთდა ისე რაც მთავარია მე სულ აღნიშნავ ერთ რამეს დრომ გვასწავლა ერთი რაღაც იყო მაშინაც რაღაც ხარვეზები ანუ ტყავს პირდაპირ წიგნზე აკრავდნენ უკან ყუაზე და ეს დროთა განმავლობაში წიგნს აფუჭებდა ჩვენ ისე გავაკეთეთ ეს ყველაფერი რომ ჩვენ კიდე საუკუნეების მერეც გადაშია. ანუ ამ შეცდომის გათვალისწინებით როგორ დაამაგრეთ თავი ციგნზე. ანუ ისე გავაკეთეთ, რომ იმიტაცია გავაკეთეთ. ანუ ნაკერების იმიტაცია გავაკეთეთ და ბინტები იმიტირებულად გამოვიყვანეთ რა. მაშინ ნაკერის ხარჯზე ხდებოდა რელიეფის გამოყვანა. და ეხლა რო იგივე გაგვეკეთებინა. 1-50 წელიწადში იგივე პრობლემას წაწყდებოდა ჩვენ შემდგომ ვინც იქნება რესტავრატორი და ის იტყვის მერე რომ უი რა კარგად გაუკეთებიათ ეს მე შემიძლია დავშალო და თავიდან გაუკეთო რესტავრაცია თუ დაჭირდება რა თქმა უნდა უკვე მარტივი აღარ ეხები ესეც ისტორიის როგორი ეტაპია იცით რომ 1709 წლიდან ეს კი არის 1720 წელს მაგრამ 18 საუკუნის დასაწყისში სტამბაში დაბეჭდილი წიგნი გადის საუკუნეები 21 საუკუნეში ადამიანებმა წიგნი გააცოცხლეს და არ ვიცი 1 თუ 2 საუკუნის მერე თქვენი მომავალი კოლეგა ჯერ იმას რა ხელსაწყოები რა შესაძლებლობა იქნება ალბათ შეიძლება ახლა ვერც წარმოგვიდგინოთ და ვისაუბროთ და ანუ თქვენი ნამუშევარიც იმ ეპოქის ადამიანებისთვისაც ისტორიის ნაწილი ხდება უკვე თქვენ შეუერთდით ამ ისტორიას ჩვენ რა შეგვეშალა ახლა აუცილებლად როგორ ჩვენ ვითვალისწინებთ მათ რა შეეშალა მით უმეტეს მე ალბათ ისე ტექნოლოგია იქნება რომ შეიძლება სასაცილოც კი იყოს ჩვენი დღევანდელი მექანიზმები ამიტომ როცა რესტავრაციას აკეთებ აუცილებლად უნდა ცუდა ჩაგეჭერით უნდა გაითვალისწინოთ რომ ის იყოს შექცევადი მე ჩემს მერე ვინც მოვა მან მარტივად უნდა შეძლოს მისი გამოსწორება რაც არ იქნება სასურველი ანუ თქვენი მისი არ არის რომ ახლა ამ წუთას გადავარჩინო და მერე ზეგ როგორ იქნება არ მაინტერესებს რაც უნდა ისქნან ეგრე არ არის არა რაც შეიძლება ნაკლები ჩარევა უნდა მოხდეს უნდა მიცეს სიცოცხლე როგორიც არის ისეთი არ შეცვალო როგორიც არის ისეთი უნდა გაუხანგრძლივო არსებობა და რასაც რითიც ჩაერევი აუცილებლად უნდა იყოს შექცევადი, იმიტომ გულისხმობ წემბილს, გულისხმობ ყდის მოხსნას. აი ჩვენ წინაპარს რა ქონდა ხა ნინო რას ამბობდა, იცით? აი ეს ბინტებზე რო ქონდათ ამოყვანილი ყდები. ეს დროთა განმავლობაში რო ხსნი და იყენებ ხო, წიგს გადაშლი და იყენებ, ეს ცალკე რჩებოდა ბინტი და იშლებოდა თვითონ ბლოკი წიგნის. და ძალიან ადვილად შლიდა ეგ წიგნებს. ეხლა ჩვენ შემთხვევაში სხვანაირი ნაკერია ეს და ეს ბინტის იმიტაცია. გავაკეთეთ თვითონ ყუაზე. ანუ იმას ვიზუალური მხარე აქვს შერჩენილი, მაგრამ შიგნით სიმყარისთვის სხვა მეთოდია გამოყენებული. მომავალში ჩვენს მერე რა თქმა უნდა ისინი შეცვლიან სხვა რაღაც წამოვა და უნდა წამოვიდეს აბეს ხო არ იქნება და ძალიან მარტივად შეცვლიან, ძალიან. როგორ აი წიგნი გადარჩენილი იქნება, ფურცელი გადარჩენილი იქნება, იმის მერე თვითონ რასაც მიუმატებს. შეიძლება თქვენი ყდა საერთოდ მოხსნან და სამუზეო ექსპონატად დადო და მე ახალი ძალიან რთულია მათ ყდის დამზადება. ხა ნინო ეთყობა თავმდაბლობს და არ ამბობს. აი ეს კლიშე არის აი ძალიან ერთი პატარა ორნამენტი. წარმოიდგინეთ რამდენი ნახატია ზეთ, ხო? იმდენჯერ უნდა გაცხელდეს ეს კლიშე და სიმეტრია უნდა დაიცვა. იმდენჯერ ეს წრეები უნდა შეცდომის უფლებაც არ გაქვს უფლება, აუცილებლად გამოჩნდება და მკვეთრად გამოჩნდება. ვერ სიმეტრიაში დაარღვევ შეცდომას. ვერ დაარღვევ, ძალიან დაუშლოვდება. ამიტომ აი არა საკმაოდ რთული პროცესია მართლა, იმდენად რთულია. თვითონ კლიშეების, ანუ ამ ჭვირნიშნების დატანება დამჭირდა 2 დღე.
და იმდენად მე თვითონ ემოციურად მე დაღლილი ვიყავი, იმიტომ რომ აი ეს ყველაფერი უნდა დასვა. ყველგან კაცები მუშაობენ. ყველა კაცი აკეთებს ამას. ქალი იშვიათად აკეთებს ამას. სადაც ვიყავი. იშვიათესი მოვლენა არის. ბიჭები მუშაობდნენ მაგ საქმეზე. ბიჭები მუშაობენ, იმიტომ რომ ამას მხრების ძალა ეჭირდება. ეხლა არ მინდა ამას საუბარი, მაგრამ დღეები მე მხრები მткиოდა. ანუ ამის დაჭერის გამო მე მხრები მткиოდა. მაგრამ ღირდა ყველა ტკივილად ის ციგნი, რა სახითაც დღეს გვაქვს. ანუ ციგნი ცალკე მოვასვენეთ, აღარ აქვს, ანუ კარგად გაუკეთეთ ყველაფერი რა. ჩვენ ვიცით რომ სტამბა რომელიც 1709 წლიდან უკვე ამოქმედდა რაღაც ეტაპებად იყო 9-დან 12 წლამდე იმოქმედა რაღაც კონკრეტული რაოდენობის ციგნები დაიბეჭდა თუ არ ვცდები 11 მერე იყო რაღაც პაუზა და მეორე ნაწილი იყო 1720 წლამდე მერე იყო 21 წელი მხოლოდ და მერე კი ვიცით რა გაგრძელებაც მოყვა და მეფე ერეკლემდე იქ ეს არ ფუნქციონირებდა. როგორც ხვდები, ეს არის ასე ვთქვათ მეორე ტალღის ციგნი 1720 წლის. ხო, და ამ ციგნების რაღაც რაოდენობა ჩვენ მადლობა ღმერთს შემოგჩა გაგვაჩნია და იმათთან შედარებით ამას რა პრობლემები ქონდა თუ ყველას იდენტური პრობლემა აქვს ასაკიდან გამომდინარე თუ გასაგები ასაკის გარდა რომელს როგორ ინახავდნენ ასევე აქვს მნიშვნელობა. აი ეგ არის მთავარი. რომელს როგორ ვინ ინახავდა, ვინ იყო მე პატრონე. ეს იყო დაზიანებული ციგნი და აკლია გვერდების სამწუხარო თავფუძველიც არ აქვს და ბოლო გვერდიც არ აქვს, მაგრამ საბედნიერო ჩვენ სრული ცალებიც გვაქვს. ეხლა აი ფლობელზე და რა პირობებში ინახება ციგნი, მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ეხლა კლიმატ რეჟიმი და რა თქმა უნდა ვერ იქნებოდა ეხლა რომელი დაიცავდა მაგას სახში და ჩვენ და საბედნიეროდ თქვი და ვიმეორებ კიდეც კარგი ხარისხის მასალა იყო გამოყენებოდა, მიტო გვაქვს დღეს, მაგიტომ შემორჩა დღეს. ხო, ეს ხაღალდის კარგი ხარისხი, ანუ არაფრით არ ჩამოუვარდებოდა მე-18 საუკუნის დასაწყისში ჩვენთან დაბეჭდილი წიგნები ევროპაში, სადაც პირველი არ იყო სტამბები, იმ წიგნების ხარისხს არაფრით არ ჩამოუვარდებოდა. კი, აი ეტყობა ამაშიც დაგვეხმარა ის მაშინდელი დავამატებ თუ შეიძლება მაშინდელი ქაღალდი იქნებოდა ქსოვილების და იმდენად დღეს ვინ დაამზადებს მე დავამატებ ქიმიკოსიც ვარ მაშინდელი ფურცლის კრისტალური მესერი არიღებდა ტენს ანუ ასე ვირალიზებდა კი არიღებდა ესე ადვილად ტენს და ესეთ ეკლესიურ წიგნებს კიდე უფრო დიდი დაზიანება იმიტომ ჰქონდა რომ ყოველდღიურად იხმარებოდა სანთელია ბევრ გვერდზე დატნეული ანუ პრაქტიკაში ხმარებაში იყო და არა თაროზე დასადებად. რა თქმა უნდა, ეკლესია ყველაზე მეტი ცხიმი თითიდან გამოიყოფა, რომელიც ვერ ცილდება ისე მარტივად. სანთელი და თითი აზიანებდა სუშლაში რო იყო ეს ყველაფერი. აი ნათითურებს ეტანება მე თუ სადმე რამე მწერია გარშემო ყველა და ჩვენ რო გვეგონა რომ წებოზე მიდიოდნენ და რაღაცა ყავის ცხიმზე და ესე იგი ისე ჩვენი ფაქტორი. ისე ჩვენ ნათითურებს დაძდევს. ხო, მაგრამ ნუ საუკუნეების წინ ამ ყველაფრისთვის იმ ადამიანებს არ ცხელოდათ, ეს იყო პრაქტიკაში გამოსაყენებელი. იქნებდა მაგაზე რომ ამას შეინახავდნენ საუკუნეები და ეს როდესღაც იქნება, ალბათ აფიქრობდნენ. ხო, ნუ არ ფიქრობდნენ, თორე რაღაცებს შეინახავდნენ ალბათ. კი, შეინახავდნენ, მაგრამ თავარია ფიზიკურის გარდა თავარია ალბათ ის მენტალური მეხსიერება, რაც ჩვენ გაგვაჩნია და რა თქმა უნდა ციგნები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ფრესკები იქნება თუ სხვა საშუალებები, რომელიც გამოსახველობითი საშუალებით გვეხმარება ჩვენ რომ ჩვენი გენეტიკური მეხსიერება შევინარჩუნოთ და ამ მხრივ გეთახმებით ძალიან დიდები ვართ. უბრალოდ ამის გაანალიზება ხშირად არ ხდება ხოლმე და რაც უფრო მეტად მოვახერხებთ ამის გათავისებას, მით უფრო ვირზნობთ ალბათ მეტ პასუხისგებლობას, მაგრამ მე მიმყავს საუბარი იქითკენ, რომ ალბათ გარდა იმისა, რომ თქვენ ვიზუალურად შეხედეთ, აი ეს მენტალური კავშირი ჩვენ ისტორიასთან დაგეხმარათ იმაში, რომ მაქსიმალურად ისეთი გააკეთებინათ, როგორცაც 3 საუკუნის წინანდელი ქართველი გააკეთებდა. კი, როგორც გვეკადრება. და რა თქმა უნდა, თითქმის ისეთია, თითქმის უბრალოდ ახალია. რომ დაძველდება ზუსტად დაემგვანება ვახტანგის სხვა გამოცემებს. ესეც. კი. კარგია რომ თქვენი გადაწყვეტილება ალბათ აშკარად გამოცდილებაზე დაფუძნებული იყო ყდის შექმნისა, თორე
პასუხისგებლობის აღება რომ შეგშინებოდათ უბრალოდ შეკრავდით და გადადებით. ჩიჩავდებდით. ხო და ანუ რა იყო ის მომენტი, რამაც გადაგაწყვეტინათ, რომ აი ეს სითამამი მოგცეთ, რომ მოდი ჩვენ ეს შეგვიძლია და ყდა შევქონათ. ეს ხო სერიოზული პასუხისგებლობაა. რამ გვაფიქრებინა? ესე იგი ვერ მოხდებოდა სხვა შემთხვევაში. ამ შემთხვევაში უნდა მომხდარიყო და ანუ საჭიროება მოითხოვა და გაიძულათ. ამას არ ქონდა ყდა. სხვა შემთხვევაში პატარა ნაწილი თუ მაინც აქვს. მას რო ქონოდა თავის დროზე შექმნილი ყდის, თუნდაც პატარა ფრაგმენტი, ჩვენ მისი მოხსნის უფლება არ გვაქვს. არასოდეს გაგვიკეთებია და არც გავაკეთებთ, რომ რაღაც აქვს და ჩვენ იმის გამო რომ გვინდა ახალი ყდის დამზადება, ეს დაუკარგო მოხსნათ და მაქსიმუმ ის გაამაგროთ. აუცილებლად უნდა გამაგრდეს ის რაც აქვს. მე ვთქვი და ვიმეორებ, რომ აუცილებლად უნდა დარჩეს ის რაც აქვს. არა გაქვს უფლება რაღაცის შეცვლის. უნდა მისი შევსება ხდება, ნინოს ბევრჯერ გაუკეთებია, ანუ რაღაცა წინა მხარე ან უკანა მხარე ან გვერდით მხარე, რაღაცა მხარე არის დარჩენილი. ჩვენ შევსებას ვაკეთებთ ტყავით, გარშემოს და აი მაგ დროს ქონდა ხოლმე გამოყენებული პატარ-პატარა ადგილებში კლიშეები. აი პატარა ადგილებში, იმიტომ ძირითადი ნაწილი ხო გვაქვს, რაღაც ნაწილი ხო გვაქვს, რაც არ ქონდა იმ ადგილებში ქონდა, მაგრამ ეს არის პირველ შემთხვევაში, რომ თავიდან ბოლომდე ჩვენ დამზადებულია თავისი იმებით, ორნამენტებით, იმიტომ რომ არ ქონდა ამას. და რო ქონოდა, ის აღდგებოდა და ამის საშუალება კიდე არ მოგვეცემოდა. ჯერ არ ქონდა, რადგან არ ქონდა, იმიტომ დამზადდა ახალი ყდა და გავრისკეთ კიდე. მადის აღზრდელად საუბრობთ, რომ კარგად გამოვიდა. მით უმეტეს დღეს ჩვენ თანამედროვე რეალობაში კარგია ეს გადასარევია, რომ თქვათ ტყავის ხელნაკეთი ნივთების ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს, ხშირად ვუბრუნდებით ქართულ ორნამენტებს და ამ მხრივ ალბათ ქართული სუფრა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ხმამაღალი სიტყვა იყო და მე ძალიან დამაინტერესა და ალბათ ბევრი იქნება მსმენელი ან თუნდაც ამ საქმეში ჩართული ადამიანები, რომლებსაც გაუჩნდებოდათ სურვილი ნახონ რა არის ეს, რაც თქვენ გააცოცხლეთ და შეიძლება ამ საქმიანობაში ერთგვარი ტრენდიც გახდეს. ვის როგორ მესმის რომ საარქივოა და როგორ შეუძლიათ რომ იხილონ ეს წიგნი? აი პირადად ამ წიგნს ალბათ ვერ ნახავ. პირადად ამ გამოცემას, მაგრამ გვინდა თითქოს ვაპირებთ, რომ ჩვენი ნამუშევრების გამოფენას ძალიან დიდი. მე მგონი ამ ტყავის ამ აი სხვადასხვა მიმართულებები რომ გამოვიტანოთ, ხო? არა ბევრი გვაქვს ძალიან საკმაოდ ბევრი გვაქვს. ხელა ფართობს სად მოვძებთ? არა, მნიშვნელოვანს. ეხლა რაღაცა ისეთებს, ზოგი ამ მიმართულების, ზოგი ისა და ვაპირებთ მაგ გამოფენის გაკეთებას. რაც შეიძლება დავამატებ ბოდიში, წიგნის მუზეუმში უმეტესობა რესტავრირებული ჩვენთან შეუძლიათ იხილონ ჩვენი ნარესტავრირებული და ძველი სახის აღდგენა და მეორეა ასეთი სრულიად ახალი შექმნა. ეგეთი არის მუზეუმში ნამდვილად არ არის. ამიტომ ვამბობ რომ იმიტომ რომ ვერ ვიტყვი რომ ჩვენ მეორე ცალი გვაქვს გაკეთებული, არა გვაქვს გაკეთებული. თუმცა არაბული გავაკეთეთ შარშან წინ არაბული როგორიც ქონდათ მათ ისეთივე ყდა დავამზადეთ, მაგრამ ის ჩვენთან არ არის, ჩვენი სხვა არის. ხო, ჩვენი ქართულია და პრიორიტეტში ყოველთვის ქართული. რაც შეეხება კოლეგებს, მე სულ ვეპატიჟები ჩვენთან უნდა მობრძანდნენ, იმიტომ რომ არის ცვლილებები, მე მათგან მინდა რაღაცის სწავლა, მათ ჩემგან მიიღონ რაღაცა. აი კარგი იქნება ერთმანეთში უნდა ვიაროთ და გაუზიაროთ. ეს მნიშვნელოვანი გაზიარება იქნება, მე ვფიქრობ. ამ ყდის დამზადება. შიშოფ იმდენად კარგად გამოგივიდეთ მეტი ხდის დამზადების უკვე თავამისურვილი გაგიჩნდებათ. ოღონდ კი ოდნავი მიზეზი მოგცეთ ამისა საარქივო წიგნში. და არ კონტესტ და ჩვენ ვერ გავაკეთეთ. მადლობა სტუმრობისთვის და მაშინ იმეც ვიტოვებ რომ მომავალი ჩვენი საუბრის მიზეზი თქვენი ახალი გამოფენა იქნება. გამოფენა მართლა საინტერესო იქნება, რა ვიცი, გეგმავთ და თუ გამოგვივიდა. მადლობა თქვენ.